მოგესალმებით ყველას. მე დღევანდელ დღეს ბედნიერი ვარ. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. დღევანდელ დღეს რაჭაში ონში ტარდება კავკასია 2025 ფესტივალი, რომელიც იწყება დღევანდელ დღეს. მადლობა მინდა ბატონ კახაბერს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს უთხრა. შემდეგ განანაცვლება მიმდინარეობს ურეკში, შემდეგ კიდევ ქობულეთში და ბათუმში, რომელიც დახურვა იქნება ბათუმში 12 რიცხვში და იმერეთის რეგიონი ღებულობს მონაწილეობას 10 რიცხვში ბათუმში და მინდა ყველას რო წარმატებები უსურვო. მე დიდი მადლობა მინდა რო უთხრა ტელეკომპანია ვარსკვლავებს ყველას და დღევანდელი დღე ამის ყველა რო შევხედოთ და გადავხედოთ, აქ არიან უცხოელები ჩამომძანებულები და ყველა ის ხალხი ჩვენი რეგიონიდან, ჩვენი საქართველოს რეგიონიდან და უცხოელები. მინდა მადლობა უთხრა ყველა ანსამბლის ხელმძღვანელებს და წარმატებები მინდა უსურვო. ულოცავ დღევანდელ დღეს, ესეც ღირსშესანიშნავ დღეს. ტარდება ფესტივალი ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული კავშირის ინიციატივით და ეს არის დიდებული საქმე. დღეს კიდევ ერთი მამულიშვილის საქმე კეთდება ჩვენი ქართული ხალხური ცეკვის, რომელიც ჩვენი იდენტობაა, ქართული ხალხის, ქართული ჯიშის იდენტობაა და ეს შესანიშნავი ფესტივალი კიდევ ერთი გამოვლინებაა დღევანდელი ესეთი ზეიმის. აი ხედავთ რომ როგორი ენთუზიაზმით, როგორი ზეიმის უფევს მთელ ქალაქში, ონში და ყველას ულოცავ ამ შესანიშნავ დღესასწაულს ორგანიზატორებს, ქორეოგრაფებს, ბავშვებს და მოღვაწეთა კავშირს, ჩვენი ქორეოგრაფიულ კავშირს, ბატონი კახას თამადობით და აქ არის მთელი რეგიონების თავმჯდომარეები, ჩვენი კავშირის თავმჯდომარეები, რომლებიც ძალიან დიდი სიყვარულით და სიხარულით შევერთენ აი ამ ლამაზ ზეიმს. უკვე მეორე და ვარ ამ ფესტივალზე, მეორე მოწვევა არის ჩემი და მე ყველა ორგანიზატორს, ყველა ხელმძღვანელს დიდი მადლობა მინდა უთხრა აი ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისათვის. ამ ფესტივალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჯერ ერთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ეს ყველაფერი, პატივისცემა არის, ყურადღება არის და მომავალი თაობის გადაცემა არის ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის, კერძოდ ქორეოგრაფიული დღე არის დღეს აი ამ შესანიშნავ რაიონში, ონის რაიონში და რამდენი მე ვადევნებ თვალყურს, ახლა რამდენმა ბავშვმა გაიცნო ერთმანეთი და რა დამოკიდებულებები ექნებათ მათ და შეიძლება დღევანდელი დღე მათთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გახდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი და დამეგობრება და აი ეს ურთიერთობა ძალიან დიდი საქმე არის და ეს ხელს უწყობს აი ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის ერთად ყოფნას და რა ვიცი, აბა მნიშვნელოვანი დღე არის. მე მაყოფილი ვარ როგორც ამ დარგის მსახური და დიდი სიამოვნებით აი პატარასთან პატარა ვარ, დიდთან დიდი ვარ და გარდა ამისა ჩვენი ფუნქციაც არის კიდე ჩავატაროთ მასტერკლასები, მივიღოთ მონაწილეობა, ქორეოგრაფებს დავეხმაროთ და რა ვიცი, აბა გვექნება ქორეოგრაფიულ საკითხებზე ჭობა, ვიცავთ ქართული ცეკვის სიწმინდეს, მის სილამაზეს. ჩამოვედით კახეთიდან და მადლობა ყველას ამისათვის, რომ აი ბავშვებს რო უყურებთ, მიხარია, მაგრად მოწონს, დღევანდელი დღეს გაუმარჯოს. დღეს მე მასტერკლასებიც არის და ყველა რა თქმა უნდა კმაყოფილებით დავრჩებით. მადლობა ყველას. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართულ ქორეოგრაფიაში, საქართველოს კუთხე რაჭისთვის და ყველას მიულოცავ ამ დღეს ძალიან კარგი საფუძველი ჩაიყარა კავკასია 2025. ამით უფრო მეტად გაცოცხლდება რაჭა, უფრო მეტად გაცოცხლდება ჩვენი ქორეოგრაფია, გაცოცხლებული კი, მაგრამ უფრო მეტად აქტიურები გავხდებით, ასე რომ ვთქვათ და უფრო ყველაფერი აქ ამ ყველაფერს ამ სილამაზეს, აქ კონცერტს, ფესტივალის ჩატარებას და ყველას მიულოცავ და უღრმესი მადლობა საბატონო კახა მარკოიშვილს, მთლიან გუნდს, რომ ასეთი კარგი დღე გვაჩუქა. მოგესალმებით, დღეს რაჭაში, ქალაქ ონში ჩამოვედით ქალაქ ონის სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გახსნით ღონისძიებაზე კავკასია 2025-ზე.
ჩამოვედით ორი ნომრით, ეს არის ცეკვა აფხაზური და ცეკვა თამაში. ძალიან მობილიზებული ღონისძიება ჩანს, ჯერ კონცერტი არ დაწყებულა, იყო აღლუმი, ჩავერთვეთ აღლუმში და ღონისძიებას ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს. მადლობა მინდა გადავხადო კახას, მთელ მის კოლექტივს, რომ ესეთი ფესტივალი კავკასია 2025 ატარებს. კარგი არის, ახლა მაგალითად მე ვიტყვი ჩემ ბავშვებზე. ჩემ ბავშვებიდან ერთი ბავშვია ნაყოფი ონში. დანარჩენი არც ერთი არ ყოფილა. ახლა მალე აჭარაში წავალთ. და იქ მივიღეთ მონაწილეობას. მადლობა ყველას. რა როლი ნიჭება მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, აი ბავშვების ურთიერთობაში? ბავშვები ერთად ეხუტებიან, არიან ეფერებიან ერთმანეს, კოლექტივები ესრობიან ერთმანეს და ესაა მეგობრობა, მეტი არაფერი არა. დღეს ონში დიდი ზეიმია ტარდება ფესტივალი კავკასია 2025. აი ესეთი დიდი ზეიმი, რომელიც აი მინდა გადახედოთ, ამდენი ბავშვი, ამდენი ადამიანი ზეიმობს ერთად და მინდა მადლობა უთხრა, მოხარული ვარ ამისთვის, რომ ჩატარდება ეს ღონისძიება, მადლობა მინდა ორგანიზატორებს უთხრა, აი ამდენი ბავშვის თავმოყრისათვის, ამხელა ზეიმისთვის, ამხელა დიდი ბედნიერებისთვის, რაც აი ამ პატარა ლამაზ კუთხეში ტარდება დღეს. ჩემი ბოლოცვა და წარმატებები ყველას, ყველა ანსამბლს, ყველა ბავშვს, ყველა ქორეოგრაფს და ქართულ ცეკვას მთლიანად. აი ესეთ ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სულიერ ამაღლებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეისწავლოს ქართული ცეკვა, იგრძნოს რა არის ეროვნული და ზოგადად მნიშვნელობა აქვს და მადლობა ყველაფრისათვის ქორეოგრაფიულ კავშირს, რომ აი ესეთ დიდ ორგანიზებას უდებს საფუძველს, ეს უკვე ტრადიციად იქცა და მართლა გახარებულია ბავშვები, გახარებულია ქორეოგრაფები, ხელმძღვანელები და მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ქორეოგრაფიულ კავშირს. მივესალმები ყველაზე მაგარ ტელევიზიას ბატონ ბესო ჩუბინიძეს, რომელიც ქართულ მამაპაპურ აი სასწაულ ძალას აკეთებს, რასაც ქორეოგრაფია, ფოლკლორი ქვია და დიდი მადლობა ამისთვის რა. დღევანდელ დღეს ულოცავ მთლიან რაჭას, ონიდან ვიწყებთ და მთლიან რაჭას ულოცავ, მე რამოდენიმეჯერ ვარ ჩემი ანსამბლები ჩამოსული, იცი ბატონო ბესო, ბევრი ანსამბლი მყავს, აქ მყავდა პრომეთე, მყავდა ჩოხი, ეხლა თაობა მყავს მოყვანილი და კიდევ ემზადებით თორი ჩამოვიყვანოთ და მთისანი რა. მიყვარს რაჭველები, მიყვარს აქავრობა, სასწაული ხალხია და დიდი ზეიმია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფოლკლორი აქვს. რაჭას თვითონ და რაჭულ კუთხეს რა და ამ სიყვარულში აუცილებლად რო ესე გაიღვიძა და ძალიან წინ წავიდა ყველაფერმა, დიდ მადლობას გადაუხდი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს, ბატონ კახას ხელმძღვანელობით, მთელ კოლექტივებს, ბევრ ანსამბლებს, ქორეოგრაფებს, იმიტომ რომ აი ესე დიდ ღონისძიებას რომ აწყობენ, ეს უფლის სიყვარულია, თაობის სიყვარულია, კუთხის სიყვარულია, ფოლკლორის სიყვარულია და ამისთვის დიდი მადლობა ყველას აღარ მოგაწყენთ თავს. გაიხარეთ, გაიმარჯვეთ და ძალიან დიდხანს მინდა რომ იყოს ეს ფესტივალი აუცილებლად. ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომითა და დაფინანსებით იმართება ქორეოგრაფიული ფესტივალი კავკასია 2025. ბოლო 5 წელია საქართველოს ქორეოგრაფთა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ფესტივალი საზეიმო გახსნა იმართება ქალაქ ონში. რითისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ონის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ სერგი ხიდეშელს. გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ონის კულტურის სამსახურის უფროს ქალბატონ მანანა ჩაგენიშვილს. რა თქმა უნდა, კიდევ განსაკუთრებული მადლობა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ბაჩანა მარგოიშვილს. და რა თქმა უნდა, ჩვენს მასპინძელს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის დირექტორს ბატონ მალხაზ ჯაფარიძეს და მის შემოქმედებით ჯგუფს.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივები. ქალაქ თბილისიდან, აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. მადლობა მათ ხელმძღვანელობასა და ქორეოგრაფებს.
მოვით ბატონო კახაბე. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ძალიან ამაგი ვარ, ახლა დგევარ თქვენთან ერთად. სანამ საუბარს დავიწყებდე, რა თქმა უნდა, ყველაზე პირველი უნდა მოვიწვიოთ ჩვენი მასპინძლები, ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს ჩვენი საკრებულოს წარმომადგენლები. გთხოვთ, ბატონო ლევან, ბატონო ბაჩანა, მოვიძანდით ჩვენთან, ბატონო გიორგი, მოვიძანდით ჩვენთან და ახლა დავიწყებ ადრეულებით ჩემო კარგებო იმის გამო რომ ჩვენ უზვირფასესი ადამიანი ვძანდებით ჯერ იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვარ და მე იმიტომ რომ ქართულ ქორეოგრაფიას ასე ძვირფასად უდგებით ხარში ამისთვის ქედებინა მოიხარო თქვენ წინაშე თელი ჩვენი მოგძანდით ჩემო კარგებო ჩვენი ხელისუფლების წინაშე ჩემი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე და კულტურის სამსახურის წინაშე ძალიან დიდი მადლობა მე გითხრათ ამ უკვე 4 წლიანი ტრადიციისთვის და მხარდაჭერისთვის ხალბატონებო და ბატონებო გილოცავ დღევანდელ დღეს მართლაც ზეიმი არის დღეს აი ამ ულამაზეს მხარეში ამ ქალაქში ამ რაიონში და მე ულოცავ ყველა ანსამბლს წარმატებას დღეს ყველა ანსამბლი გამარჯვებული არის რა თქმა უნდა და მე ძალიან მოხარული ვარ რომ აი ამდენ ბავშვს ჩოხააცვია ამდენ ბავშვს ქართება პოპულარია ტანსაცმელიაცვია ქართული ტანსაცმელიაცვია და მე ვფიქრობ რომ აი ამ სულისკვეთებით იზრდებიან ჩვენი ბავშვები და ხელოვნების და კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების აღდგენლობითი მუშაობა და მნიშვნელობა ძალიან დიდია მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს, მადლობა მშობლებს, ყველა იმ ახლობლებს, რომელთანაც აი ურთიერთობა აქვს დღევანდელ დღესად და მადლობა ჩვენს კოლეგებს, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენ ბატონებო, გაიხარეთ. ანსამბლი ჰერეთი კახეთი. აი ასე. ჩანთად გადაიქცეთ. ლილე ანსამბლი ხოსტორად ვამბობ. ჩვენ შემოგივლეთ, არა ერთხელ შევხვედრივართ ჩვენ, ჩემო მშვენიერი ქალბატონო. მადლობა ერთგულებისთვის, მადლობა ერთად ყოფნისთვის და აი იმისთვის, რომ ზარს რომ პასუხობ და გულენად მეუბნებით ყოველთვის. მოვდივარ აუცილებლად რაჭაშიო. ანსამბლი TMC. ერთი სამებარებოდა რომ ესეთი ამბავი იქნებოდა. სად არის? აგი. წარმატებული შემოდარბო. მადლობა. ეს ჩვენი ძვირფასი სტუმრები სამეგრელოდან, ნახეთ, რა ხელგზა გამოიარეს. კუჩხი ბებიები. ყველანი შემოგვია. მისი სურათებს შეიძლება სახურებს ეს ადამიანი ამ შეძახილი. ადო ერთგულებით შემოგვიყვარს. ანსამბლი ილინე. უზვირფასეთი ჩვენი ახალგაზრდა ნახეთ უშენიერესი ადამიანი, უშენიერესი გოგონა. მადლობა ჩემო ძვირფასო. იმისთვის რომ ეხლა ერთად გევართ და წლები გავა და დამერწმუნეთ დიამაგერ და აი ამ ადამიანებთან ერთად დანდებოდით. მადლობა. ყველაზე შორიდან სამოსულები ესენი. მატახელა, რიან, განაცალე. შემოგევრიელებო, ჩემო ლამაზახიარლებო, შემოგევრიელებო. ანსამბლი ქიზილი მოგლეთ ახელები ჩემ მეგობრებს სადაც აგერ ჩემო ძვირფასო მოდი ერთ სამით მოდიში ალბათ მიცენა ერთი სურათი ალბათ ანსამბლი ორბა გიორგი
მიყვარხართ, მაგრამ ყველაფერსა დასაწყისი და დასასრული. რა ვქნათ, უნდა დაგემშვიდობოთ. მოდი ერთად შევზახოთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ ფესტივალს გაუმან? ბარე 40 საუკუნეს, რაც რომ ქართველს თავი ახსოვს, მრავალ ჟამიერს აგუნებს და ჩუქურთმას ქვაში ახსოვს. ნახეთ, როგორი სიტყვებია. ქვაში ჩაქსოვილი სიყვარულისა იყოს, საუკუნეებრივი სიყვარულისა იყოს, რომელიც არ წაიშლება არასდროს. ქართულ ქორეოგრაფიას, ქართულ კულტურას გაუმარჯოს და მრავალ ჟამი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიებისთვის ქორეოგრაფთა კავშირს და თელ შემოქმედებით გულს, იმიტომ რომ დღეს ონის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ლამაზი დღე ჩატარდა, რომელ დღისთვის თამამად ჩემ მუნიციპალიტეტს სახელით მადლობა ყველა ორგანიზატორს, მადლობა მშობლებს, მადლობა ბავშვებს დღევანდელი დღის რაჭაში ჩამოსვლისთვის. მადლობას გადავუხდი და მადლობის მეტი არაფერი არ მაქვს. ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობით სულ ყველას ვუხდი დღევანდელ დღეს ღონისძიების შექმნაში მადლობას. დღეს ონის მუნიციპალიტეტში ძალზე მნიშვნელოვანი ფესტივალი გაიმართა კავკასია 2025. მინდა მადლობა გადაუხადო ქორეოგრაფთა კავშირს და მის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერს და ყველა მოწვეულ სტუმრებს. არაჩვეულებრივი საღამო იყო და ქეცვიხით თითოეული მონაწილისა თუ პედაგოგის წინაშე და უღრმესი მადლობა მათ ონში ჩამობრძანებისათვის და ამ კონცერტის მოცემისთვის. დღევანდელი დღე ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. ყველა ფესტივალი, სადაც კი ყოფილ ვართ, ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს და მინდა განსაკუთრებულად აღნიშნო მაღალმთიან რეგიონში, ჩვენს ონის მუნიციპალიტეტში ასეთი დაფუძნებული ტრადიციული უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი, რომელსაც კავკასია 2025-ის გახსნა და უკვე როგორც აღნიშნე, მრავალი წელია უკვე იმართება და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო. ორმესი მადლობა უნდა გადავუხადო ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საკრებულოს ხელმძღვანელობას, კულტურის ცენტრის დაწესებულების ხელმძღვანელობას და ასევე ამ შესანიშნავი კულტურის სახლის დირექტორს და ყველა მესვეურს. მინდა ძალიან მოვეფერო საზოგადოებას, ჩამობრძანებულ სტუმრებს, ანსამბლების ხელმძღვანელებს, მინდა ყველაფერი საუკეთესო უსურვო და ის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მაღალმთიან რეგიონს ეხება და ამოდიან, მობრძანდნენ, დაგვაფასეს და ამისთვის ქედი მინდა მოვიხარო ყველა ქორეოგრაფის, მათი ბავშვების, მშობლების წინაშე და უსურვო ყველაფერი საუკეთესო და რაც შეეხება სურვილს კიდევ ერთ დავამატებ. დღეს რამდენი ბავშვი საკრძანდებოდა, რამდენი მშობელის იმდენი წელი იცაცხლეთ და იხარეთ ყველამ ჩემს. უახლოესი გეგმები როგორია ქორეოგრაფთა კავშირის? ქორეოგრაფთა კავშირის გეგმები ძალიან მასშტაბური გახდება. ახლავე გეტყვით იმას, რომ დღეს გაიმართება კიდევ არ დასრულებულა ამით ღონისძიება კი დასრულდა, მაგრამ გაიმართება დღეს master კლასი ქართული ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებლობაში და უკაცრავად კონფერენცია მიმართულება თეორიული და პრაქტიკული, რომელიც დაგეგმილია და უკვე შესრულებადია. ბატონი ნუგზარ ჯიქური და ეთერ რეხვიაშვილი ჩვენი უძვირფასესი ადამიანები შეასრულებენ პრაქტიკულ მიმდინარეობას და რაც შეეხება თეორიულს, ბატონი უჩადო ალიშვილის, ეკა გელიაშვილის და ალეკო გელაშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა კიდევ მოწვეულ სტუმრებს, აუცილებლად მთელი საქართველოს ქორეოგრაფიის გამგეობა აქ ბრძანდებოდა, რაც ყველაზე ძალიან დასაფასებელი და ძვირფასი თემაა და მინდა რომ ყველას ქედი მოვიხარო და უთხრა წარმატებები და ერთად ყოფნა და გამარჯვება.